მოგესალმებით დღე მერვე if-else პირობები JavaScript-ში კი ბატონო. დღეს გავარკვიოთ როგორ ვიყენებთ if-else პირობას, მოდი, ანუ როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს JavaScript-ში. სინტაქსი არის ძალიან მარტივი. მოდი დავადეფაინდოთ. მოდი ვთქვათ, რომ let age ამ შემთხვევაში გვაქვს 18. აი ესე. შეგვიძლია ახლა დავწეროთ ესეთი if-else პირობები, ხო? If-else პირობის მთავარი ამოვალი წერტილი არის, რომ თუ if, ანუ თუ არის და რაღაცა statement-ი გვაქვს, ხო? და ეს statement-ი თუ არის true, მაშინ უნდა გაეშვას. თუ ეს statement-ი რაც ეწერება იდეაში ფრჩხილებში იქნება სიცრუე, არასწორი, მაგ შემთხვევაში უკვე გადავალთ else-ში. ესეთი მარტივი მაგალითი. შესაბამისად, ახლა აქ ნახეთ, if და ამ შემთხვევაში age მეტი ან ტოლი 18-ზე წარმოვიდგინეთ, რომ მარტივ რაღაცა ხმის მიცემის შესაძლებლობას ვაკეთებ. აქ შემიძლია console log და შეგვიძლია ვთქვათ, რომ you are able to vote. სტილებს. თუ age და ამ შემთხვევაში ამ ცვლადზე მაქვს საუბარი, ეს თუ ან მეტი ან ტოლია 18-ზე, ამ შემთხვევაში ეს უნდა გაეშვას. ეს ხო შეიძლება მაგალითად იყოს 17. ამ შემთხვევაში უნდა გვქონდეს ჩვენ else და else-ის შემთხვევაში აქ console log უნდა გქონდეს, რომ ამის მაგალითად საპირისპირო ვერსია გაეშვას you are not yet 18 you can't vote. ეს გავუშვათ და აქ ნახოთ, რომ you are able to vote. ეხლა მე იგივეს თუ გავაკეთებ და აქ დავწერე 17-ს, ესე. აქ ნახავთ, რომ you are not yet 18 you can't vote. ხო, ამ შემთხვევაში არასრულწლოვანია და მის მისცემის შესაძლებლობას არ აქვს. რომ ამას დავაკლიერებ ხარ. ისიც გადავარესტარტებ და ხო. შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვხსნათ, რომ თუ if პირობა true არის ჭეშმარიტი, მაშინ ის კოდი შესრულდება, რომელიც if-ში არის მოქცეული, აი ამ ბრეკეტებში. თუ არა, შესრულდება else block. მაშინ რა ხდება, თუ გვაქვს რამოდენიმე პირობა, ხო? ამ კონკრეტულ მაგალითში ჩვენ გვაქვს ან 1, ან მეორე. ან სრულწლოვანი, ან არასრულწლოვანი. შეიძლება გქონდეს მაგალითად 3 პირობა, 4, 5 პირობა, ხო? ამ შემთხვევაში მოდი წარმოვიდგინოთ ესეთ სიტუაცია. რომ მაგალითად რაღაც ტექსტი დავწერეთ, let score უდრის 85-ს. და ეხლა რა გულა მივიღეთ. ამ შემთხვევაში, ხო, იდეაში ამ ტერმინალში ეგრევე რომ enter-ს ტერმინალს რაღა გადავეკიდე ერთხელაც ვახსენე. კონსოლში, ხო, ბრაუზერის კონსოლში პირდაპირ enter-ს დავაჭირო, ეგრევე გაეშვება score-ი. Shift-ი და enter-ი არის საჭირო, ცოტა მოგვიანებით ვიძახი ამას, მაგრამ ხო, აია რომ ეთოლ ვიძახი. ამ შემთხვევაში if და მაგალითად score თუ მე მაქვს ამ შემთხვევაში მეტი ან ტოლი 90-ზე, ხო, მაღალი გულა თუ მაქვს, console log-ში შემიძლია გამოვიტანო your score is A. ხოზე რაღაცა ძალიან მაგარი. უბრალოდ ეს გვინდა ეხლა ჩვენ რომ ავდგეთ და string-ში ჩავსვათ. და ხო, console-ში your score is A. console-ში არ ვარ მიჩვეულის მართლა თქო მუშაობს. else if ამ შემთხვევაში, ხო? ეხლა შემდეგი state-ი. მაგალითად score-ი თუ არის მეტი ან ტოლი 80-ის, ხო? ამ შედარებით დაბალი. ამ შემთხვევაში B-ზე გვაქვს საუბარი. ამ შემთხვევაში მაშინ აქ უნდა გავუშვათ console log-ი. და აქ ექნება უკვე რომ your score is B. და ეხლა მაქვს მე მესამე state-ი უკვე else. else-ში უკვე აღარ მაინტერესებს, რომ 0 აიღო. console log და აქ გვაქვს ჩვენ ხა რა. რა შეიძლება არ ვწეროთ. ძალიან არ გავაბანძოთ. Your score is C. ეს ლოგიკა გვეწყო. ამ შემთხვევაში უკვე სამი წელი დებულება გვაქვს, ხო?
და შეიძლება მაგალითად 70-იც იგივე გვექნა 60-იც იგივე გვექნა, ხო? A, B, C, D და რაღაცა H ყოფილიყო. ეხლა რომ გავუშვა, აქ ვნახო, რომ B-ო ვიღე ვალიდური. რო გავუშვა ეხლა მე 0 აქ, შემთხვევაში ვავიღებ C-ს. აქ რო გავუშვათ ეხლა ჩვენ, მაგალითად 100, შემთხვევაში ვავიღებ A-ს. შესაბამისად, ჩვენ ლოგიკაც იდეალურად მუშაობს. შესაბამისად, JavaScript-ი ამოწმებს პირობებს ზემოდან ქვემოთ, ხო? ანუ ჯერ if-ში შედის, if-ი თუ შესრულდა, პირდაპირ გავუშვებს, თუ და failed-და else if-ში შედის, ეს თუ და failed-და else-ში შედის. ეს თუ არ და failed-და ამას გავუშვებს. ზემოდან ქვემოთ ასრულებს ჯერ პირველს და შესაბამისად რომელიც ჭეშმარიტია იმას ასრულებს. პირობების ცოდნა გვეხმარება ჭკვიან პროგრამირებაში, რაც მართალია. მოდი საერთოდ თქვენი პირობების დაწერა, მოდი აქ ჩემი recommendation იქნება, რომ ჩაამატეთ score-ი. ხო, ანუ C იყოს, მოდი 70, D იყოს 60 და უკვე მაგის ქვემოთ იყოს, მოდი H-ი, რაღაც ძალიან ცუდი 100. ოკეი, მეგობრებო, გისურვებთ წარმატებას, გამოგვიწერეთ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.